მოგესალმებით, შემოაყურებლებო, მე ვარ ამიკო და მე დღეს გადავიღებ GTA 3-ს. GTA 3-ის ეს ჩემი რიგით მეორე ვიდეოა და ეხლა ვთამაშობ მე სულ სხვა სერვერზე, სადაც ვარ აი 6 ლეველი და ვარ მაფიის წევრი, ან მაფია LSN-ში ვარ რა. LSN ასე ვთქვათ რა. ასე ვილაპარაკოთ. ეხლა ეს ვიდეო, ამ ვიდეოს მე ვიღებ დამწყებთათვის უფრო კარგი იქნება დამწყებთათვის, მაგრამ ასევე ეს ვიდეო კარგი იქნება 6 ლეველისთვის და 6 ლეველს პლუსისთვის, რომელიც 6 ლეველიდან იწყება მაფია LSN-ში აყვანა, მე 6 ლეველი ვარ და ამიყვანეს და ეხლა გაჩვენებთ თუ სად არის მაფია LSN. აი გავხსნით კარტას. ძალიან შორს ცხოვრობ, საკმაოდ. ნახეთ, აი სად ვარ, აგერ ცხოვრობ სადღაც ამ სახლებში. და მაფია LSN არის აი აქ. ამნაირ რაღაცას რო დაინახოთ, იქ არის მაფია LSN. კარგით, მოდით ახლა წავიდეთ. მყავს მანქანა, უბრალოდ მანქანაში არ მისხია ბენზინი და მე მგონი ძალიან კარგ დროზე მივდივართ, იმიტომ რომ იწყება მიწების დაკავთვა და აქედან გამომდინარე იქნება ანუ ბრძოლა რა. და ეხა ამ კაპზე რა ხდება? ბიზნესის პონტია რა, ანუ ამ მიწაზე მაგალითად გქონდა უკვე მე გუშინ შევედი, გუშინ საღამოს ამ მაფიაში და უკვე გქონდა 2 ანუ 2 ომი რა. და ჩვენ რა თქმა უნდა მოვიგეთ ორივე და ანუ ხანდახან როცა შენ კაპთავ ვიღაცას ამ დროს ხდება ის რომ ანუ იმის მიწაზე არის ომი და როცა შენ კაპთავენ ესე იგი შენ მიწაზეა რა ომი და შენ გეომებიან შენ მიწაზე. ჩვენ ვებრძოდით ასევე იაკუძასაც, ან ჩვენ მიწაზე გვებრძოდა იაკუძა და იმაზე კი უკვე წინაზე, ანუ პირველად რო გავედი თლად ომში, მაშინ უკვე იმ მიწისთვის ვბრძოლობდით, რომელზეც გვებრძოლებოდა იაკუზა. ახლა კი მოდით წავიდეთ. ასევე მე როგორც თქვი ვიდეოს დასაწყისში ეს იქნება კარგი დამწყებთათვის მეთქი. მე ახლა ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ უნდა ავიღოთ რაიმე ლიცენზია და როგორ უნდა დავიწყოთ მუშაობა სადმე რა. მაგრამ პირველ ლეველზე როცა შემოხვალთ მე დღეს გაჩვენებთ ყველა ლეველის სამუშაოს, მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ ორგანიზაციაში ვარ და მგონი უფლებაც არ მაქვს. ეს სერვერი არის Georgian Excellent Dreams Roleplay და ვინც ხართ არასრულწლოვანები და თამაშობთ ამას, იმიტომ რომ ახლა GTA 3-ს უფრო მეტი არასრულწლოვანი ითამაშებს, ვიდრე სრულწლოვანი. და თქვენც არ დაუწეროთ, რომ არასრულწლოვანი ვართ, დაუწერეთ ან 18 წელი და ან 18 წელზე მაღალი. აქ არის ბანკი, ახლა ვიგაჩვენებთ, სადაც არის ზუსტად აი ხო, ესე სწორად მივდივარ. ბანკსაც გაჩვენებთ. ეს არის ბანკ Los Santos-ი, მაგრამ თუ თქვენ არიცით ეს გზა ზეპირად GPS და GPS თავარი ადგილები და ბანკ Los Santos-ში შეხვალთ და იქ არის მოლარეები, დააწვევით enter და თუ გაქვთ ჩადებული თანხა გამოიტანთ ან თუ გინდათ ჩადება თანხის, ჩადებთ რა. და ასევე ბანკომატიდან უნდა შეიტანოთ, როცა სახლს ეყიდით, ბანკომატიდან უნდა შეიტანოთ თანხა სახლის ანგარიშზე, აი მოვედით მერიაშიც, ეს გზაც ზეპირად ვიცი, მაგრამ თუ თქვენ არიცით, რა თქმა უნდა GPS მთავარი ადგილები და City Hall. აჰა, აი აქ. ჩავაქროთ. დაკეტილი ყავს. კი. ეხა არ მაგამისთავი, მაგრამ როცა შეხვალთ მაფიაში ან ნებისმიერ ბანდაში, ჩაიცვით ისე, როგორც აცვია უნდს ან ლიდერს და
როცა გეტყვიან რომ ამიყვანეო თუ რამე დაუთხარით ფული მომეცი და გეყვანო და ასე რა მე მაგალითად ერთ 100,000 ავართვი ეგრე აი აქ ასე მიხვალთ ამ წითელ ჩეკპოინტთან და მოკლედ კიის დააწვევით და ჩამოგიშლით ამ სიეს ავტობუსის მძღოლი პირველ ლეველს შეუძლია, ტაქსისტის ასევე პირველ ლეველს შეუძლია და ფერმერიც შეუძლია პირველ ლეველს. მწვრთნელი უკვე იწყება 6 ლეველიდან, მექანიკის 3 ლეველიდან და ჰოთ-დოგების გამყიდველი 2 ლეველიდან. ეხლა კი გაჩვენებთ, ანუ როგორ უნდა იყიდოთ რაიმე ლიცენზია აგერ. მიხვალთ აქ და დაწერთ ბუყლიც, ანუ ბაილიც. თევზაობის ლიცენზია აღარ 5,000, კატერის ლიცენზია 20,000, საჰაერო ტრანსპორტის ლიცენზია 35,000, იარაღის ლიცენზია 100,000 და ბიზნეს ლიცენზია 150,000. და დააწვევით რომელსაც გინდათ და იყიდით რა, მაგრამ პირველად მე გირჩევთ, რომ იყიდოთ იარაღის ლიცენზია, იმიტომ რომ იარაღის ლიცენზია თუ არ გაქვთ, არც ერთი ბანდა არ აგიყვანთ, რომელიც მოგთხოვთ პასვორდს. და პასვორდი უნდა აჩვენოთ ასე დახრილ ხაზი show pass და id-ს მიაჭერთ. მაგალითად ეხა ჩემ id-ს ვნახავ მე და გაჩვენებთ ჩემს პასვორდს show pass 157. აი სახელი ამიკო ჩაგუნავა ცხოვრობ შტატში 6 წელი. phone ეს ჩემი ტელეფონის ნომერი fraction LSN ანუ მაფიაში მაქვს მე 7 რანგი და აი gun license ანუ ეს არის იგივე რაც იარაღის ლიცენზია და თუ არ გეკნებათ აჩვენებს რომ არ გაქვთ და არ აგიყვანებინ. ეხლა რა გაჩვენოთ? ხო, ეხლა უნდა გაჩვენოთ სად უნდა იყიდოთ ტელეფონი. GPS მე მგონი აქ არის ტელეფონის მაღაზია აი მე-11 GPS თავარი ადგილები და ტელეფონის მაღაზია ეს როცა თქვენ დაიწყებთ ტაქსაობას გამოგადგებათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამწყები გეტყვით რომ აუ მიმიყვანე მასი ტელეფონის მაღაზიაში მაყიდინე ტელეფონი და რაღაც ამნაირს და მოკლედ ეს ძალიან გამოგადგებათ აი ის არის ტელეფონების მაღაზია შეხვალ და შეუულებრივად იმას ვთქვათ რა იყიდით ტელეფონს. აქ არის iPhone, Nokia და Samsung. შევიდეთ. აი, ჩამოხტები ხა. აი, Nokia, Samsung და Alcatel. iPhone არა. დამოვიწყდა. აი, ვიღაცამ ტაქსით მოიყვანა. კარგით. ეხლა ასევე მე გაჩვენებთ სად არის მართვის მოწმობის აღება, მაგრამ ჯერ წავიდეთ იმაში ჩემი მაფიის ბაზაზე. ეხლა კარგად დააკვირდით, ანუ ის ხო გაჩვენეთ ის ადგილი ზუსტად კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აი ეს ადგილია, ასე M2-ით, ანუ მაუსორით მონიშნავთ და აუ ბიჭო გავაღოთ მოპედი ლოკით ანუ ლოცკ ასე დაწერთ და დაიკეტება და ვიღაცა მომკლა აუ და კიდე სახსი გამაჩერა spawn change რო არ დამიწერია სამწუხაროდ ეხა წავიდეთ და თავი მოვიკლათ და დავწეროთ აი spawn change როცა სადმე შეხვალ და სახლი გაქვთ რო გაშთენთ ბაზაზე უნდა დაწეროთ spawn change მოდით ახლა უცებ დავწერ spawn change უკვე ჩამოვაგდოთ მოპედი fix car fagio აი ok გავაღოთ დავждები და სადმე ზღვაში წავალ და თავს მოვიკლა რომ უფრო ადრე გავჩნდე რა ბაზაზე და დიზი რო არ დავყარგო ვიდეოში და ყვილად დრო არ წავიდეს ზღვა სად არის ხანდახან ძალიან ისე გაიჭითება რომ არ მინდა და ეხლა რა ჭირს კარგი მოდი რომ მოვიკლავ თავს დაგიბრუნდებით ბაზიდან აი დავბრუნდი ჩემო მაყურებლებო მოკლედ ბაზიდან აქ გაცდებით ეს არის მოკლედ რა ის ადგილი სადაც ჩვენ გავჩნდებით როცა ანუ ჩვენ მაფიას წევრები გულისხმობ აი
დიგლი უნდა ვიყოთ, დეაგლი უნდა ვიყოთ ჯერჯერობით, იმიტომ რომ მან დაწერა რა უნდერმა თუ ლიდერმა დიგლის მეტი არ აიღოთ, დეაგლის მეტი არ აიღოთ. აი, payday იყო, მოკლედ პირველ ლეველი როცა იქნებით 8 payday გინდათ რომ გადახვიდეთ მეორე ლეველზე, მესამე ლეველზე რომ გადახვიდეთ უკვე 12 გინდათ და ნელ-ნელა უკვე 4 საათით ემატება. აქ არის ყველაფერი ორგანიზაციის ხელფასი $3,751. ახლანდელი ბალანსი ეს ბანკის ანგარიშია და house ბალანსი, ანუ სახლის ანგარიშზე რა ფულიც მაქვს ის არის. ეხლა აი ეს არის, აქ არის ბაზაზე ეს ისაა რა. მანქანები, ლიმუზინი, ჯიპი, თვითმფრინავი, კაბრიოლეტი და ეს მანქანები რა. მოდი ახლა ჩვენ სწრაფად რომ მივიდეთ ჯიპზე უფრო კაბრიოლეტი გაგაჭავს. ამიტომაც მოდით წავიდეთ კაბრიოლეტით. ეს საჯდომა მევასება მაგრად. წავედით ახლა ჩვენ წავიდეთ გაჩვენებს სად არის ავტოსკოლა. თუმცა ეს ნელი მოსაზრებნი არ არის, GPS დაწერთ თავარი ადგილები და ავტოსკოლა. მაგრამ მე მაინც მიგიყვანთ რა. პროგრამი და აზრზე იყოთ, სად არის, რა ხდება, როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და რაღაც. და ვინ შემოხვალთ ამ სერვერზე, აქ ადებენ ბანს 5 დღიანს, სუდ სახელზე ანუ კარგი ფორმატი უნდა იყოს, სახელის პირველი ასო დიდი, მერე ქვედატირე და გვარის პირველი ასო დიდი. თორე დაგადებენ ანუ ვისაც არ ექნება ამ ფორმატით დაწერილი დაადებენ ბანს და ბანი აიხსნება 5 დღეში. და 5 დღეას ბანშობია დავწეროთ ჩვენი სახელის პირველად და სახელის პირველი ასო დიდი ასოთი და მეორე უკვე და მერე სახელის პირველი ასო დავწეროთ ასევე დიდი ასოთი. მაგრამ ჯერ მათ შორის ქვედა ტირე უნდა დავწეროთ. არ გვინდა, არა ყირაყდე რა აქ ხო? კარგია. გადმოვატრიალეთ. ბევრი არ დაგვრჩა ჯერ. პროფესორ, ხო რა, ბევრი არ დაგვრჩა ძალიან. კაბრიოლეტი, იმიტომ აურჩიე რომ კარგად დაიდგავდა, თორე შეგვეძლო წამოსულიყავით ლიმუზინით. უკვე ამ გვირაბში როცა შევალთ, აი გვირაბები თუ რამე და გინდათ გვირაბებში იაროთ, აი ესეა. ეხლა თუ ხედავთ, ანუ გზა რო არის შავი, ეს სხვა ფერისაა. და როცა ესე იქნება, ის არის გვირაბები და შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ გვირაბში, პოლიცია როცა მოგზდებთ, შეიძლება ვერ მოგზებნონ. აი აქაც ეს განსხვავებული ფერი რო არის გვირაბია და აქედან უკვე ძალიან ცოტა მანძილი რჩება ავტოსკოლამდე. ხა მივიდეთ ავტოსკოლაში. ახლა მე უბრალოდ ძალიან დიდი წყვალება უნდა რომ რომ მე თქვენთვის მეჩვენებინა ის თუ როგორ უნდა აგვიღო მართვის მოწმობა ძალიან დიდ დროს გაწელავდა და ტყუილად მართვის მოწმობას ანუ პრაქტიკა მხოლოდ ჩასაბარებელი და რა უნდა აქნას სანამ პრაქტიკას დაიწყებთ იმას ახლა გაჩვენებთ და ტყუილად უნდა გვეწყვალა ჯერ ფერმაზე უნდა წავსულიყავით ან ასეთში და მე იქიდან უნდა გვეწყვალა ტაქსებით და რაღაცეებით და როდის მოვიდოდა ის ტაქსი საერთოდ და ტრაქტორით როდის ჩავიდოდით. ეხლა ასე როცა შეხვალთ აქ, აი მართვის მოწმობის ტესტი. თქვენ უკვე გაქვთ მართვის მოწმობაო კი და მიწერა ეხლა მე, მაგრამ თქვენთან კიო და ღირს $500. კის დააწვევით და ღირს $500. და
$500 გადაიხდით, მიხვალთ იქ, ჩაჯდებით მანქანაში და დაიწყებთ მართვის მოწმობის გამოცდის ტესტის ჩაბარებას. კარგით, ჩემო მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. დღეს მე ამით დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოვიწერეთ ჩემი არხი. ნახვამდის.